სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი. არ დაიყოს. სამი კვირა არის დარჩენილი დიდი წმინდა მარხვის დაწყებამდე და წამზომი ჩაერთო. ეს სამი კვირა არის მომზადების ჩვენ გუშინ საღამოს წავიკითხეთ საგანგებო სინანულის საგალობელი. როგორ უნდა მოვემზადოთ დიდი წმინდა მარხვის დაწყებისათვის. დღევანდელი სახარება არის ამისი მაგალითი, ამისი სწავლება, აი პირდაპირ სწავლება არის დღეს რა ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან. ორი ადამიანი შედის ტაძარში. და აქ არ არის ამ სახარების ამ ადგილში არ არის მაინდამაინც ამ ორი ადამიანის შესახებ. არამედ არის ლაპარაკი მათ შორის განსხვავებაზე. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი შედარება. და ეს ორი ადამიანი, ეს არის ერთი მეზვერე და ერთი ფარისეველი. ანუ ეს ის ფარისეველი არ არის, რომელთა გამოც მერე სიტყვა ფარისეველი გახდა სავანძღაო და უარყოფით სიტყვად. ეს სხვანაირი ფარისეველი. ეს არის ფარისეველი, რომელიც არის უწესრიერი ადამიანი. იმიტომ რომ იგი ჩამოთვლის თავისი ცხოვრების დამახასიათებელ სათნოებებს, რას აკეთებს, როგორ მარხულობს, როგორ ლოცულობს და აი როგორ წარსდგა, რითი მოვიდა ღვთის წინაშე. ანუ ეს კარგი კაცია ეს ფარისეველი. და მეზვერე, რომელიც წარსდგა, არაფრით არ არის მისაბაძი. არაფერი კარგი ამაში არ არის. ეს ის მეზვერე არ არის, რომელიც ადგა, მიატოვა საზვერე და უფალს გაყვა, როგორც მათემოციკული, არც ის მეზვერეა, რომელიც ხეზე ავიდა და შემდეგ უფალი თავის სახში მიიღო, როგორც ზაქემ, არამედ ეს არის მეზვერე დასაძრახი თავისი ცხოვრების წესით, თავისი მოქმედებებით და მას რატო არის შედარებული, როგორ მოხდა, რომ ფარისეველი გამტყუნდა და მეზვერე გამართლდა სახარების აი ამ იგავში. როგორ მოხდა ეს? როგორ მოხდა და მეზვერეს აქვს უპირობო სინანული. მან იცის თავისი ცუდი ცხოვრების შესახებ. იგი თავის აღებას ვერ ბედავს და დგას უკან სადღაც ტაძარში, თავი აქვს დახრილი და ამბობს ღმერთო მილხინე მე წოდულ სამოს. აი ეს არის ის ლოცვა, რომელიც ჩვენ მთელი მარხვის განმავლობაში უნდა გავიმეორებთ. და ფარისეველი, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე, პირველ საფეხურზე დგას ამ საზოგადოებაში, რომლის შესახებაც არის საუბარი. მიუხედავად ამისა, იგი წარსდგა ღვთის წინაშე რითი? თავისი სათნოებების ჩამოთვლით. რაც ძალიან არასწორი საქციელია ასე დროს. მარხვა იწყება და ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ ჩვენს უპირობო სინანულზე, იმაზე რა გვაქვს დაშავებული და არა იმაზე რა სიკეთე გაგვიკეთებია. არ გამოგვადგება ეს საგზლად. იმაზე ფიქრი მარხვაში რომ შენ კი გაქვს ცოდვები ალბათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამაგალითო ადამიანი ხარ. აი ბევრი კაი ის უკარო დგას, იმ მეზვერესავთ კი არა ხარ. და იმ ვიღაცა ესეთი უარგისი ადამიანებივით კი არა ხარ. შენ შეგიძლია რომ წინ გადადგა ნაბიჯი და ახლოს დადგეს საკითხები. ეს არის შეცდომა. აი ეს მიუხედავად ყველა სათნოებისა ფარისეველს, აი ეს არის ის რამაც იგი უკან დასწია ღვთის წინაშე და მიუხედავად ყველა თავისი ცოდვისა, მიუხედავად ყველა თავისი სისაძაგლისა, რაც ახასიათებდა, ეს ადამიანი მეზვერე უფალმა მოიყვანა მაგალითად. აი მისი საქციელი როგორია და უპირობო სინანული.
აი ეს უნდა დავიმახსოვროთ. აი ჩვენ დღეს ვიწყებთ უკვე კონკრეტულად დღეიდან ვიწყებთ მზადებას დიდი წმინდა მარხვის დასაწყებად, რომელიც 3 კვირის შემდეგ დაიწყება. და აი პირველი სწავლება ეკლესიის, პირველი სწავლება ის არის, რომ რაც არ უნდა ჩვენ ბევრი სიკეთე კონდეს გაკეთებული, უნდა კონდეს რა თქმა უნდა. დღეს ამის გახსენების დრო არ არის. ამას უფალი თვითონ გაიხსენებს, როდესაც დრო მოვა. არა, დღეს ჩვენ უნდა მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, რა დავაშალოთ. ანუ ჩვენ უნდა აღვასრულოთ უპირობო სინამდვილე. და ეკლესია ხორციელადაც გამზადებს ამისთვის ფიზიკურად და ეს ერთი კვირა დღეიდან მოყოლებული არის ხსნილი. ხსნილი ყოველთვის 4 შაბათი და პარასკევი გახსნილებულია, ასე რომ ჩვენ ესე იგი როგორც აკლე მიმარაგებს წყალს და საჭმელის მარაგს, აი ასე მოვიმარაგოთ და ჭამოთ რამდენი ჯეკვიცელი. და მივხვდეთ, რომ ჭამაში არ არის, ესე იგი ჭამაში არ არის ნეტარება. იმიტომ რომ ჭამ და რა? არაფერი. ასე რომ მიირთვით საჭმელი ამ კვირაში ხსნილია, შემდეგ კვირაში ხორცი შეიძლება და იმის შემდეგ კვირაში მხოლოდ რძის ნაწარმი და დავიწყებთ მერე ნორმალურ ცხოვრებას. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.